საღამოშტობის მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას, დიდი პატივისცემით, მადლიერებით და გისურვებთ უპირველეს ყოვლისა სიმშვიდეს და მერე ყველაფერს საუკეთესოს. მოდით ორ ვარიანტზე გავაკეთოთ ესეთი გაშლა მიმოხილვა. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის გულში, გონებაში და ჩვენთან დაკავშირებით, ხო? პირველი ვარიანტი სუფის ტარო, მეორე ვარიანტი ნათელმხილველის ტარო და დავიწყოთ. ეს რაღაც საეჭვოდ დარჩა, მოდი ამ არკანს ესე დავდებ, ხო? როცა დავიწყებ გაშლას იმ არკანით დავიწყებ. და კარგით. პირველი ვარიანტი. ჯერ ვინ არის ის ადამიანი, ეს ვნახოთ. ხო, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს რაღაც გარკვეული სირთულეების მერე, მაინც სინათლე დაინახოს, მაინც მომავალი დაინახოს, მაინც პერსპექტივა დაინახოს. ადამიანი, რომელიც არ უშინდება ცვლილებებს, ტრანსფორმაციებს და ადამიანი, რომელიც ყოველთვის საკუთარი თავის იმედად არის, მოდი ასე ვიტყოდი, ხო? ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს მყუდრო ატმოსფერო, მოდი ვთქვათ ასეც, რომ შესაძლოა მეოჯახი, კარგი მეოჯახი ადამიანია, ხო? უყვარს თავისი ახლობლებისთვის თავისი ემოციების გაზიარება, ძალიან თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე. ადამიანი, რომელიც გასცემს, ხო, უანგაროდ და უხვად გასცემს თავის ემოციას. მაგრამ ამავდროულად ცოტა დეპრესიული ადამიანი, ცოტა როგორ გითხრათ, ისეთი სენსიტიური ფსიქიკის მქონე ადამიანი, ხო, რომელსაც ძალიან მალე შეიძლება ვატკინოთ რაღაცა და მალე შეიძლება ეტკინოს, ხო? ესეთია ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვუყურებთ, ხო? მოდი კიდევ ერთი არკანით მითხარი, ვინ არის, ისევ ენერგიებს მიყვება ეს ადამიანი ახლა ცალსახად ძალიან რთულ ემოციურ სიტუაციაშია. კარგით. და ვნახოთ ახლა რა ხდება მის გულში, გონებაში და თქვენთან მიმართებაში. რა ხდება მის გულში, გონებაში და თქვენთან მიმართებაში, კი ბატონო. რა ხდება მის გულში? რაღაცას ჩქარობს, ძალიან ეჩქარება. აი როგორ ენერგიებში აიცით, დროზე უნდა მივახციოთ ჩემს მიზანს, თითქოს აი დროულად უნდა ვიმოქმედო, დროულად უნდა გადავწყვიტო რაღაცები. ძალიან ფორიაქი აქვს და რაღაცას ძალიან ჩქარობს. გონებაში რა ხდება? ხო, გონებაში, პირდაპირ გონების კარტი არკანი დაგვიჯდა კიდეც, ხო? ხმლების ტუზი, ფიქრობს, რომ უნდა რაღაცა გადაწყვეტილება აუცილებლად მიიღოს, რომ ასე აღარ შეიძლება, რომ ბოლოს და ბოლოს ან ისე ან ასე, ხო, მაგრამ გადაწყვეტილება მისაღებია და უნდა დაასრულოს ეს გაურკვევლობა, ეს ნისლი, ეს გარკვეული უსიამოვნო პერიოდი, ხო, მის ცხოვრებაში და ბოლოს ამ გადაწყვეტილებით ის თვლის, რომ მის ცხოვრებაშიც გამოანათებს დადებითი ენერგია და კარგი პერიოდი. რაღაცა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ცალსახად და თქვენთან დაკავშირებით რა ხდება და თქვენთან დაკავშირებით არკანი ვარსკვლავი. ზუსტად სავარაუდოდ ეს გულის და გონების ჭიდილი ამას უკავშირდება, რომ თქვენ მისთვის პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ღვთიური შუქის მატარებელი ადამიანი ხართ, ხო, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო ენერგია მიაქვს, სინათლე მიაქვს, რომელიც მისთვის ახლა ცოტა ოცნების სფეროა, ცოტა შორს არის, ხო, მანძილია ყველა ვარიანტში თქვენ შორის და შესაბამისად ეს მომენტი გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. მოდი აბა მითხარი დამიკონკრეტე, ხო, დამიზუსტე. ეს მანძილი რამე პაუზა თუ ზოგადად მართლა რეალურად სხვადასხვა ტერიტორიაზე ხართ და მანძილი გაშორებთ? არა, აქ ცალსახად პაუზა, ცალსახად დაცილებული წყვილია, ხო? მამაკაცები თუ მიყურებთ, თქვენს თავზე მოირგეთ, აქ რაღაცები უკვე გაფუჭებულია, დაკარგულია, სინანული გვაქვს და
სწორედ ამიტომ ვართ, რომ არ ვიცით რა როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ენერგიები იმის დაკიდებული მამაკაცის პოზიციაშია. Ну, ყოველ შემთხვევაში თulis, რომ ამ ტრანსფორმაციის მერე რაღაცა აუცილებლად სხვა ეტაპი დადგება მის ცხოვრებაში, რაღაცა სხვა საფეხურზე გადავა, რომ ეს პერიოდი მისთვის არის ერთგვარი ტრამპლინი და თulis, რომ თქვენთან ურთიერთობები აღდგება, თუ არა აქვს ამის იმედი. ვერ ხვდება ჯერ, გაურკვევლობაშია, რაღაც ილუზიებშია. არა, ვერ თითქოს მართლმსაჯულების არკანი თან თulis, რომ და მთვარის არკანიო, რამდენი ხო, ну, რაღაცა აქ დაფარულია თქვენთვის რაღაცეები არიცით, მეგობრებო, ამას შეიძლება რაღაც სერიოზული პრობლემები გქონდეს მართლმსაჯულებასთან ამ ეტაპზე, ის შესახებაც თქვენ არიცოდეთ. მაგრამ ცალსახად თქვენთან დაკავშირებით კი გამოურკვეველი სიტუაცია აქვს, დაბნეულია, შიშები აქვს, შფოთვები აქვს, რაღაც ის ეშინია, არ ვიცი ეს რისი ეშინია, მაგრამ ფიქრობს ეს ადამიანი, რომ უნდა თქვენს და კი ანუ რაღაცა თქვენთან მიმართებაში მაინც უნდა აქტიურობა, მაინც უნდა რომ რაღაცები აღადგინოს. ეს ფიქრი და ეს მომენტი მას ცალსახად აქვს. კარგით, მეგობრებო, მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ მეორე ვარიანტი და ეს არკანი ხო, რომელიც ვინ არის ადამიანი, ვისაც ვუყურებთ, სულელის არკანი. თან ამ დასტის სულელის არკანი, სხვა შორის სუფისტაროს სულელის არკანს რაღაცით გავს და ძალიან მიყვარს. ხო, ну ადამიანი, რომელიც რაღაც ბავშვურ გულყვილობაშია, რაღაც ბავშვური მინდობით არის სამყაროს მიმართ, ხო? რაღაცა ყველაფერი ძველი წარსულს ჩააბარა და უნდა რომ ახალი დაიწყოს და დაიწყოს ისე როგორც სამყარო გადაწყვეტს, ხო, რომ რაც იქნება, იქნება. უფსკრული ჩამყლაპავს თუ კამკამაწყალი მანარნარებს თავის ზედაპირზე ლამაზად და ის გემრიელად გავცურო, ну სულ ერთია, ხო, ამ ადამიანისთვის აინახეთ დაბლა როგორი უცნაური დიაგრამებია, ხო? ну ყოველ შემთხვევაში ადამიანი რაღაცა ახალ შესაძლებლობებისთვის ყოველთვის რომ მზად არის, ხო, რაღაცა ისეთი, აი, სულ მუდმივად ახალგაზრდულ ენერგიებში რომ არის რაღაცა ბავშვური სიწრფელე, რაღაცა ბავშვური გულუბრყვილობა რომ სტეს ეს ტიპის ადამიანს უყურებთ, ხო, ძალიან ჭკვიანს, არ გამოვრიცხავ გაშორებული იყოს ეს ადამიანი, ანუ ოჯახი დანგრეული კონდეს. ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული, ძალიან გონებამახვილი, რომელიც კარგად აკონტროლებს რაღაცებს, მაგრამ თავდაცვის მომენტები უფრო ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, ხო, მისთვის. ну ცალსახად ისეთია რა. გამარჯვებაზე ორიენტირებული ადამიანი, გონიერი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ახლა უკვე ენერგიებზე წავიდა. რაღაცა დაკარგული გვაქვს, რაღაცა ხელიდან გაშვებული გვაქვს, რაღაცა ჩიხებში ვართ. რაღაცა თვით გამოცხადებული კონტროლი გვაქვს, თვით გამოცხადებული ცენზურა აქვს. კარგით, ჩემო კარგებო და მოდით. ახლა ვნახოთ რა ხდება მის გულში, გონებასა და თქვენთან მიმართებაში, ხო? რა ხდება მის გულში, გონებასა და თქვენთან მიმართებაში. რა ხდება მის გულში? ну რაც ენერგიებში ამოგვივიდა, იგივე ამოდის აქ. რაღაცა დათრგუნულია, გულჩათხრობილია, ხო? თითქოს ჩიხში შევიდა, თითქოს რაღაცა ზემოდან უნდა შველა ითხოვოს, მაგრამ ხცარიელი ხელი რჩება ქვემოდანაც, თითქოს ხელს კი არ აშველებენ და უფრო რაღაცა უბიძგებენ, რომ გადავარდეს, ხო, რაღაცა გაურკვევლობაში, ну ყველა შემთხვევაში ისეთი ენერგიებია. აი გამოუვალი მდგომარეობის, ხო, რომ არ ვიცი ახლა როგორ უნდა მოვიქცე, რაღაცა გულში ძალიან ქაოსი აქვს. გონებაში რა ხდება? ну გონებაში არჩევანი the lovers, მაგრამ როგორც უფის ტაროში, ისე ამ ტაროშიც, ჩემო მეგობრებო, უფრო ნაკლებ მატარებელია ეს არჩევანის ენერგიის, ხო? კი ბატონო, აქაც ნახეთ როგორი მომენტია თუ დააკვირდებით ერთგვარი პენტაგრამა გამოხატული. მათი გადაკვეთის ნაწილში, ხო, სივრცეში.
ერთი ერთ მხარეს თითქოს ნათელია, მეორე მხარეს უკვე აქეთკენ ბნელია. კი ბატონო, ეს არჩევანის ენერგიას მაინც აიწოდა და აიწონოს ენერგიას ატარებს, თუმცა აქ თავდავიწყებით თვალებდახუჭული ხო, ანუ იმდენად სხვა განზომილებაში, სხვა რეალობაში გადავარდნილი წყვილია და აქ უფრო რაღაცა ისეთი სიყვარულის ენერგიები ტრიალებს, ხო? საოცარია გულში სამოდის და გონება მაინც თუმცა ალბათ გონებასთან მიმართებაში თუ წავიკითხავთ ამარკანს მოიცავდა დავაზუსტო კიდევ ერთი წამით უფრო ფიქრობს რა არის სწორი ხო რაღაც არჩევანის წინაშე ვდგავართ მაგრამ ძალიან ემოციებში ვართ რას ნიშნავს კი დავიწყო გადავიდი ახალ ეტაპზე ჩავაბარო წარსულს თუ რა ვქნა ხო რაღაცა ილუზიები ყველა ვარიანტში აქვს რაღაცა გარკვეულ თავის ინტერპრეტაციებშია ადამიანი თუმცა ნახეთ მაინც კვერთხების პაჟია ქალიშვილი ხო იგივე პაჟი რეალურად მაგრამ რაღაცა მაინც დადებითი დინამიკა თქვენთან მიმართებაში არის ანუ ეს თლად ესე არჩევანად ამ კომბინაციაში მე ვერ წავიკითხავ უბრალოდ და ეს გონებასთან დაკავშირებით ხო მე რატო დაგიკავშირე თქვენ არ ვიცი მაგრამ ახლა კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით ვნახოთ და ხო სამიანი კვერთხები ზოგადად მეგობრებო არ არის ცუდი ენერგიების მატარებელი არკანი გარკვეულძილად რაღაც გამარჯვებისკენ ლტოლობას, რაღაცა სხვა სიტუაციისკენ, სხვა ნაპირისკენ, ხო? რაღაცა მიზანს, ანუ თქვენთან დაკავშირებით რაღაცა გარკვეული გეგმები, გარკვეული მონახაზები აქვს ადამიანს. ხო თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს მეგობრებო და მაგის არკანიც დაგვემატა და იმპერატორის ორი მაღალი არკანი გვიდევს მაგიდაზე ხო მაგის არკანით აქ რა შემიძლია გითხრათ რაღაცა აქ უფრო პრაქტიკოსია ვიდრე მანიპულატორი აქ უფრო რაღაცა თითქოს აი სწავლებაზეა გადართული თავის ჩათოქრობებზე ხო ნახეთ დააკვირდით ცდის რაღაცებს თითქოს აპრაქტიკებს ხო ისე თუ ასე ანუ რეალურად ის კი არა რომ თქვენით მანიპულაციას ეწეოდეს და მოდი ახლა ასე გავაწვალებ და ხვალ ისე ვიზამ და არა ნახეთ ცდის ანუ ტესტავს რაღაცას ხო ასე თუ იქნება აი მე რა მოყვება ეს მომენტი აქვს რაღაცა თვითგამორკვევის სიტუაციის გამორკვევის მომენტი აქვს არ არის ეს არკანი აქ ცუდი არკანი იმპერატორი, არ ვიცი, შესაძლოა ეს ადამიანი უკვე თავის იმპერიაშია და თქვენ მით უმეტეს მაგის არკანიც მიდევს, ხო? მაგიდაზე დაფარული ურთიერთობაა თქვენთან მიმართებაში, ან საჯაროა და უნდა ვთქვა, გეგმავს თქვენთან სტაბილურ ურთიერთობას. მაგრამ აქ არ ამგონია, რომ სტაბილურ ურთიერთობას გეგმავდეს, იმიტომ რომ დანაკარგს გრძნობს, ანუ აი როგორი მომენტი აქვს იცით გახლეჩილი რომ აქვს და თან აქ დააკვირდით ილუსტრაციაში როგორი საინტერესო ილუსტრაცია ერთი ნახეთქი კი არა აქვს გულს ორი ნახეთქი აქვს ანუ რეალურად გული არის სამნაწილად ხო ერთი მხარე არის აი ზუსტად შუაში და აქეთ ამ მხარეც გახლეჩილია და მეორე შუაშია კი გაყოფილი, მაგრამ აქეთ მთელია დააკვირდით, აქ ძალსახად სამკუთხედია მეგობრებო და აქ აქეთა ერთ ნაწილში ისედაც განხეთქილება და მეორე მთელი აღონდეს არ ნიშნავს რომ ვთქვათ აი ოჯახია და იქ სიმთელია და მე დავშორდი არა ანუ ემოციურ ნაწილს გულისხმობს ეს რომ სადღაც იქ რომც იყოს იქ გაფუჭებული აქვს სიტუაცია არ ვიცი ეს თქვენ ხართ სხვა არის მაგრამ ერთი მხარე ჯერ ისევ მთელია მაშინ მოდი მითხარი ხო დამიკონკრეტე ამ ადამიანთან ახლა მე ვიც მიყურებს შენ რა გეგმები გაქვს შენ გავიგეთ რომ ნატკენი ხარ მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი მოკლედ შენთვის მოდი ასე ვიკითხოთ ხო თქვენთან გრევაშია ცალსახად გრევაშია ცალსახად ჩიხშია შესული და სამსჯავროს არკანით რაღაც ძალიან დიდ
თავის ტკივილშია თქვენთან დაკავშირებით მეგობრებო. და ეს გულგატეხილობა ემოციური თქვენ გიკავშირდებათ თუ სხვას? თქვენ თუ სხვას? თქვენ თუ სხვას? არა, სხვას. ანუ ის ნაწილი, რომ ვიღაცასთან ემოციური ბმა პრაქტიკულად აღარ აქვს, სხვა ადამიანს უკავშირდება. ვისთანაც არის, აბა დამიკონკრეტე. კი, ნახეთ პენტაკლები პენტაკლების მეფე. სადაც სტაბილურ ურთიერთობაშია, იქ აქვს უკვე ეს ემოციური რღვევა. გავიგეთ, მაშინ თქვენთან დაკავშირებით კონკრეტულად რას აპირებს? ზომიერებაშია ჯერჯერობით ვერაფერს აპირებს, რაღაცა ოქროს შუალეძის, გამარჯობა თქვენი აპირებს. ანუ თქვენთვის ეს აქ ცალსახად დაფარული ურთიერთობა, თქვენთვის ეს არის კვერთხების მეფე, თქვენთან ეს გრძნობ თავს კვერთხების მეფე, თუ მამაკაცები მიყურებთ გადააკატავეთ, ხო? აქ ცალსახად ისეთი მომენტი აქვს, იქ სადაც არის კი ზომიერებაშია, რაღაცა თითქოს არც იქით არც აქეთ, აბალანსებს რაღაცებს, მაგრამ თქვენთან მოსწევს გულიც, გონებაც, სისხლიც და კი ბატონო. კი ბატონო, ახლა რა გავთქვა, ხო? პენტაკლის თასების პაჟია, კი ბატონო, მაგრამ მაინც პატარა რაღაც მოქმედების ენერგიის მატარებელი ცალსახად ხომ არის და ეს ინფორმაციასაც აგროვებს თქვენთან დაკავშირებით, არ არის ისე გითვალთვალებთ სოციალურ ქსელებში შეიძლება პირდაპირაც და კიდე გასაგებია. გავიგეთ ისედაც ანუ პენტაკლების დედოფალი კი ბატონო ყავს, სადაც აი იცით როგორი მომენტი აქვს ის პენტაკლების დედოფალი ყავს, ძალიან ეგოისტი, ძალიან მესაკუთრე, ძალიან მერკანტილური ადამიანი, ასე ვთქვათ, ამ დასტაში ეს არკანი ზუსტად ძალიან დიდწილად ასეთნაირად იშიფრება. და თქვენთან მოპატიეთ. ხო, თქვენთან არის ცალსახად კვერთხები, მიზიდულობა, ქარიზმა, მაგნეტიზმი, ნება, ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს აქ ადამიანთან ერთად უნდოდეს, ხო? ჩვენ ვყარ ვლაპარაკობთ რაღაცა იქ სხვა საფეხურებზე. რაც ჯანსაღ ადამიანს აპირისპიროს ქესთან შეიძლება რომ უნდოდეს, ხო? ურთიერთგაგებაც, კი ბატონო, ინტელექტუალური კომუნიკაციაც, სწორი ფსიქოლოგიური ბმაც და ფიზიოლოგიური მომენტიც ცალსახად და კი ბატონო, ბედის ბორბალი. ეს თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ რაღაცა შანსები ყველა ვარიანტში იქნება, მეორე ვარიანტი მოპატიეთ, ცოტა გამიგრძელდა და მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ნახვამდის, მადლობა.